მოგესალმებით ტოლკინის მოყვარულებო. დღეს განვიხილავთ საურონს და მორგოთს. იმისთვის რომ გავიგოთ ვინ იყო საურონი, უნდა დავიწყოთ სულ თავიდან, თუ ვინ შექმნა სამყარო. სულ თავიდან ტოლკინის სამყაროში არსებობდა ერუ ილუვატარი, ყველაფრის შემქმნელი, ღმერთი. მან ანგელოზები შექმნა, რომელიც ნიჭით და სიძლიერით დაასაჩუქრა. შემდეგ რაღაც ძალიან ლამაზი მოხდა, მათ სთხოვა რომ ემღერათ და სწორედ ამ სიმღერის დროს შეიქმნა სამყარო. შეიქმნა მთები, ოკეანეები, მთელი სამყარო ჩამოყალიბდა. თუმცა ეს ჰარმონია დიდხანს არ გაგრძელებულა, ერთ ანგელოზს უფრო მეტი სურდა. მისი სახელი იყო მორგოთი, მეორენაირად მელკორი. ის მათ შორის ყველაზე ნიჭიერი და გონიერი იყო. მას უნდოდა რომ თავისი სამყარო ცალკე შეექმნა, ისე როგორც ღმერთს. მან აჯანყება მოაწყო, თუმცა სხვა ანგელოზების გადაპირება ვერ მოახერხა. სწორედ ასე დაიწყო მისი დაპირისპირება ეროს მიმართ. მორგოთი ასეთი იმიტომ არ გამხდარა, რომ ძალაუფლება ჩააგდო ხელში, მას სამყაროს განადგურება სურდა. უნდოდა ყველაფერი გაენადგურებინა, რადგან თავისი შექმნელი არ ყოფილა. სწორედ აქ გამოჩნდა საურონი, მისი ერთგული მსახური. თავიდან ისიც რა თქმა უნდა ეროს მიერ შექმნელი ანგელოზი იყო, თუმცა მორგოთის ძალა ძალიან აღაფრთოვანებდა. ასე გახდა მისი სანდო მსახური, მისი დიდებული გენერალი. სწორედ ეს იყო მათ შორის განსხვავება. საურონს კონტროლი და ძალაუფლება სურდა, ხოლო მორგოთს ყველაფრის უბრალოდ გაქრობა და განადგურება. როდესაც მორგოთი საბოლოოდ დამარცხდა და სიცერიელში გადააგზავნეს, საურონი დაიმალა, თუმცა მალევე დაბრუნდა. ახლა კი ბნელი ლორდი თვითონ იყო. მას სამყაროს განადგურება არ სურდა, მას ბატონობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურდა. მან შექმნა ბეჭედი და საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა. ახლა კი, როდესაც ბეჭდების ბრძანების თავიდან ყურებას გადაწყვეტ, გახსოვდეს, რომ საურონი რაღაც უფრო დიდის და ბოროტის აჩრდილი იყო. იმიტომ რომ საურონამდე იყო მორგოთი და მორგოთამდე იყო სიმღერა. ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის. შემდეგში განვიხილოთ ვინ იყო უფრო ძლიერი, გალადრიელი თუ საურონი.